დაბრუნდა hard double ეთერში მე ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ სოფლიოში მეტად საინტერესო პროცესები მიმდინარეობს იცით თქვენ იმდენად საინტერესო რომ ასეთ შეიძლება ითქვას ჩვენს თვალწინ იბადება ახალი სოფლიო ახალი სივრცეები უსაფრთხოების ახალი სისტემები მე ვერ გეტყვით რაში გადაიზრდება ეს ყველაფერი როგორ დასრულდება ეს ყველაფერი მაგრამ იმას კი ნამდვილად გეტყვით რომ ჩვენი de facto ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არც ერთ პროცესში არ მონაწილეობს. ასეთ შეიძლება ითქვას, რომ ყველა პროცესს არიდებს თავს. ეს სტრატეგია ივანიშვილისა გარდაულად მიგვიყვანს ჩვენ ეროვნულ და სახელმწიფოებრივ კატასტროფამდე და ერთშვენიერ კი არა არამშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ ვართ არა სახელმწიფო ისედაც ეს სუვერენული ვართ ახლა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად აღმოვაჩენთ, არამედ ვართ ტერიტორია, რომლითაც უბრალოდ სარგებლობენ. ცხადია, დიდი მოთამაშეები სარგებლობენ, მე კი ასე ვიტყვი. მაგრამ ამ დიდ მოთამაშეებს შორის ორი მოთამაშე განსაკუთრებულია, განსაკუთრებით მძლავრი და იმპერიულია პირველ ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ეს არის რუსეთი და ჩინეთიც ალბათ არ უნდა გამოგრჩეს. დესუვერენიზაცია განცდილ ქვეყანას საზოგადოებას ადრე თუ გვიან რასაკვირველია მოუწევს ბიძინა ივანიშვილის მოცილება, მაგრამ ნებისმიერ ახალ ხელისუფალს, კარგს, ცუდს, კარგზე კარგს, უკეთეს და ასე შემდეგ ამ ქვეყნის ჭაობიდან ამოთრევა ძალიან გაურთულდება. ამიტომ ყოველი პირდაპირ მნიშვნელობით წუთი, საათი, დღე, კვირა, თვე, წელიწადი ხო ბევრია, მაგრამ წელიწადი ბიძინა ივანიშვილის de facto მართლობისა არის ხარაკირი, რომელსაც იკეთებს ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო ორგანიზმი, სახელმწიფო სხეული, ხო? მოკლედ, აკი გითხარით, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება მეთქი. მე ახლა ჩამოკისახერებთ 3-4 საკითხს, რომლებიც არ ეხება 28 ნოემბერს ჩადენილ ხალატს, 26 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებს, ესეთ ყველა ვიცით და ამაზე ყველა საუბრობთ, ხო? 3-4 მსოფლიო საკითხს ჩამოგისახელებთ, რომლებზეც საქართველოს de facto ხელისუფლება არ აქტიურობს. და აქტიურობა კი აუცილებელია არა დღეს, არამედ გუშინაც აუცილებელი იყო. აი მაგალითად ესა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი. ვინმეს უფიქრია ამ თემაზე de facto ხელისუფლება. ცხადია არა, იცდენენ არა და ისეთი პროცესები მიმდინარეობს მეზობელ თურქეთში, თურქეთის ურთიერთობა ევროკავშირთან. ისეთი ამბებია, რომ შავი ზღვის ქვეყანა საქართველოს ტერიტორიად იქცევებით კი აკითხავთ, თუ ჩვენი პოზიცია არ იქნება ჩამოყალიბებული. მაგალითად, საკითხი ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა. მაგალითად, ეს არის შუა დერეფნის საკითხი, ან ირანის საკითხი, იცით რომ შეერთებული შტატები პრაქტიკულად ღიად ემუქრება ირანს. ჩვენ როგორი პოლიტიკა გვაქვს, ხო ფართო რეგიონალურ კონტექსტში ჩვენ სახელმწიფოს, რომელიც უნდა ვიყოთ რასაკვირველია ევროპული, მაგრამ ამ სივრცის ნაწილიც ვართ. თურქეთი, აკი ვახსენე კიდეც 10 თემა არა, მეტი 20 თემა, 30 თემა, რომლებიც ახლა რო დავიწყო, ვერ დავასრულებ თქვა 30 წუთის განმავლობაში. 2 წუთში მე დავიწყებ საუბარს ძლიერი საქართველოს ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან და გაგიკვირდებათ და მას არ შევეკითხები 26 ოქტომბრის არჩევნებზე. მისი პასუხი, მისი ნება ცხადია როგორ პასუხს გაგცემს ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ჩემი კითხვა, ჩაკითხვა უფრო ამ თემას არ შეეხება. არც 28 ნოემბრის ღალატზე არ ვკითხავ და არც იმ არსებულ ვითარებაზე პოლიტიკურები ყავს. არჩევნები გაყალბდა. 28 ნოემბერს გადაუხვია ღიად, მანამდე გადაუხვია, მაგრამ ღიად გადაუხვია გობახიძემ და ბანდამ ევროატლანტიკურ კურსს გადაუხვია, მაგრამ მე არ ვკითხავ ბატონ ხაზარაძე, მე უფრო დავესაუბრები მას სწორედ გლობალურ საკითხებზე და საქართველოს როლზე, მით უფრო რომ ძლიერი საქართველო და მისი ლიდერები და უშუალოდ ბატონი ხაზარაძე ძალიან საინტერესო პროცესში მონაწილეობენ, რამდენადაც მე ვიცი და ხვდები, აი ასე მაგალითად პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად ხასუსავ მე ზასტიკი წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ მას ესე ნუმერაციით უწოდოთ მეხუთე პრეზიდენტი. მეხუთეს როცა უწოდებ, შესაბამისად თითქოს აღიარებ, რომ მეექვსე პრეზიდენტიც გვყავს და არ გვყავს მიშა ყაველაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი ხო პრეზიდენტი კი არ არის, de facto პრეზიდენტია რეალურად. მოკლედ, მე დავიწყებ საუბარს უკვე და მივესალმები ბატონ ხაზარაძეს, მოგესალმებით ბატონ მონაწილეობთ. მადლობა გავიარო რამდენიმე საკითხი. დასავლეთში აპირებთ რამდენადაც ვიცი გავრცელდა ინფორმაცია, გუშინაც იყო ინფორმაცია ამის თაობაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად ვიზიტებს.
დასავლეთის ქვეყნებში 4 კოალიციაო ასე ითქვა, ხო? თუ არ არის საიდუმლოდ თუ შესაძლებელია ამის გამხელა იმისთვის რომ კარგად დავიწყოთ ჩვენ საუბარი და ეფექტურად შევყვეთ კითხვა-პასუხის რეჟიმს, სად გეგმავთ, სად მიემგზავრებით და ბარემ მივაყოლეთ მეორე კითხვას, რა მიზანს ისახავს ეს შეხვედრები და რამდენად ერთიანი იქნება კოალიცია? აი, დავაზუსტებ. თუ ბატონი ხაზარაძეა ამ შეხვედრებზე, არის თუ არა სხვა პოლიტიკური პარტიებიდან სწორედ ლიდერები იქნებიან თუ არა წარმოდგენილნი, მე მესმის რომ მათ მაგივრად პასუხს ვერ გამცემთ, მაგრამ ჩემი როგორც მოქალაქის ინტერესია რომ მოვოდიშებ თქვენი პარტიის ყველა წევრს ასაკვლელი, მაგრამ მაღალ დონეზე იყოს ეს შეხვედრები პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და დასავლეთში. კი ბატონო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება ამ საკითხს, თქვენ იცით რომ ჩვენ როგორც კი გამოცხადდა ბოიკოტი და ვაღიარეთ არალეგიტიმურად ეს პარლამენტი, ჩვენი ძლიერი საქართველოს პირადად ჩემი ინიციატივით სულ ვცდილობთ რომ მოხდეს 4 გამარჯვებული კოალიციის ერთობლივი მუშაობის დღესასრიგის შექმნა. ჩვენ მინდა გითხრათ რომ ამ გზაზე რაღაც წარმატებას მივახციეთ, ეს ძირითადად იყო საერთაშორისო მიმართულებით და იმ კუთხით, რომელიც შეიძლება ჩვენი საზოგადოებისთვის არ ჩანს, მაგრამ საკმაოდ დიდი სამუშაო ჩატარდა არაღიარების თვალსაზრისით, ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რასაც ვერ მივახციეთ ჯერ კიდევ კაფიოთ, ეს არის 4 კოალიციის შიდა საქმეებში ერთიანი პოზიციის დაფიქსირება. თქვენ იცით რომ ჩვენ მქონდა იდეა ეგრეთ წოდებული ალტერნატიული პარლამენტის ან წინააღმდეგობის ფრონტის ჩამოყალიბება, სადაც არჩეული ადამიანები 4 კოალიციიდან და საზოგადოების წარმომადგენლები შექმნიდნენ საკმაოდ ძლიერ პრეზიდენტთან ერთად, ძლიერ ცენტრს, პოლიტიკურ ცენტრს და ეკნებოდათ თავისი დღის წესრიგი. ეს დააჩქარებდა რეჟიმის ჩამოშლის პროცესს და მიიყვანდა უფრო სწრაფად მიიყვანს ქვეყანას, მიიყვანდა ახალ არჩევნებამდე. თუმცა ის ნაბიჯი, რასაც ახლა ჩვენ მივახციეთ, ჩვენ მქონდა შეხვედრა პრეზიდენტთან, მე პირადად მქონდა რამოდენიმე დღის წინათ შეხვედრა გუშინ ბადრ ჯაფარიძის და ირაკლი კუპრაძეს სხვა ოპოზიციური პარტიის, კოალიციური პარტიის ლიდერებთან ერთად და მივახციეთ იმას, რომ მომავალი ვიზიტები პრეზიდენტთან ერთად იქნება 4 კოალიციის ლიდერებთან ერთად. ეს არ ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი ვიზიტები შეწყდება, მაგრამ მნიშვნელოვანი ვიზიტებზე, ესე თქვათ, ერთობლივი გამოჩენა და ერთობლივი, გარდა იმისა, რომ ჩვენ წერილებს ვაგზავნით ერთობლივის და პოზიცია ერთობლივი ქონდა საერთაშორისო მიმართულებით, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ჭირდებათ დაინახონ ერთობა. ადამიანებს ერთობა, გაერთიანება ერთმანეთში ერევათ. მე ახლა მინდა კიდევ ერთი განმარტება გავაკეთო. ჩემი ინიციატივა არ გულისხმობს არც ერთიან სიას, არც რაღაც. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ქვეყნის ამ უნიშნულოვანეს დროს ვიმოქმედოთ იმ პრინციპით, რომ არის საკითხები, რომელშიც უნდა გქონდეს თანხმობა. ეს არის ჩვენი უსაფრთხოების საკითხი, ეს არის ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობის საკითხი და ახალ არჩევნებამდე მისვლის საკითხი და რაც ყველაზე მთავარია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხად, რომელსაც ჩვენი კოალიცია და სხვა კოალიციები საკმაოდ წინა პლანზე აღენებენ, ეს არის სინდისის პატიმრების, პოლიტპატიმრების განთავისუფლება. სად მიემგზავრებით, როცა მიემგზავრებით მაშინ. ეხლა ბოდიში ვიხი დავაკონკრეტებ. მე რო ვიყო 4 კოალიციის მრჩეველი, რა უფლება მაქვს, მაგრამ მაინც. მოკლედ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტები განხორციელდეს ბრიტანეთში, სადაც რამდენადაც ვიცი თქვენ ბრძანდებოდით. შეერთებულ შტატებში ინაუგურაციაზე იყავით. ევროპაში ბრიუსელი იგულისხმება ცხადია, ბერლინი უსაინტერესო ის, გერმანია ისედაც საინტერესო იყო ყოველთვის, მაგრამ ახალი კანცლერის პოლიტიკის მიდგომების გათვალისწინებით მე არ ასაკვირველი არ მაქვს იმის მოდოდინი, რომ უახლოეს თვეებში მამუკა ხაზარაძე შეხვდება მერცს, რა თქმა უნდა. მაგრამ იქ ახალი მთავრობის ფორმირება, ახალი პოლიტიკის შემუშავება, უფრო საინტერესო პოლიტიკის შემუშავება, ხო, ეს ღიად უნდა იყოს. მაგრამ ეხლა მე ვიტყოდი, რომ თურქეთი არის ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო ქვეყანა. თურქეთი, რომელიც ყოველდღიურად პრეზიდენტის დონეზე და არა მხოლოდ აფიქსირებს, მიგვიღეთ ევროკავშირში. და თუ არ მიგვიღეთ ევროკავშირში, აი ამ ახალი უსაფრთხოების სისტემაში თურქეთი როგორც უმძლავრესი სახელმწიფო, თურქეთი, რომლის შეიარაღებული ძალები უკრაინელების შემდეგ ალბათ ყველაზე გამობრძმენდილები არიან აი ამ საომარ მოქმედებებში და ნატოში სიდიდით მეორე ჯარი ყავს შეიარაღებითაც მერქი, მაგრამ სიდიდით ნამდვილად თურქეთი ანკარა არის ძალიან საინტერესო ქვეყანა. მესმის დემოკრატიის პრობლემები უშუალოდ ამ ქვეყანაში, მაგრამ მეზობელი ქვეყანა, რომელიც შეიძლება ლოკომოტივი იყოს შენი
ევროკავშირის მიმავალ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. აი მე არ გასაკვირველია ვერ გეტყვით რომ ხვალბე ჩადით თუ არ გარაში მეთქი, მაგრამ განიხილება თუ არა ამგვარი შეხვედრებიც მათ შორის თურქეთში, ბერლინში, ლონდონში, ბრიუსელში და ასე შემდეგ. უპირველეს ყოვლისა ალბათ ჩვენი ყურადღება იქნება ფოკუსირებული იმ ევროპულ დედაქალაქებზე და ვაშინგტონზე და აბსოლუტურად სწორედ ბრძანეთ იმ ევროპის ლიდერ სახელმწიფოებზე, რომელმაც დღეს ახლა ინიციატივა აიღეს, ეს არის ბრიტანეთი, ეს არის საფრანგეთი, ბერლინი და რა თქმა უნდა შეერთებული შტატები, ბალტიისპირეთის ქვეყნები. ალბათ ეს ვიზიტები დაიგეგმება უკვე აპრილის თვიდან და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ნაყოფიერი იქნება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ამ ქვეყანას დავანებოთ პოლიტიკურ დაპირისპირებას თავი, ქვეყანა არის საკმაოდ სერიოზული გზაჯვარედინის პირას და შეიძლება ითქვას, რომ თუ დავაგვიანეთ და დაგვიანებაში არ გულისხმობ იმ ხალხს, რომელიც აპროტესტებს ამ რეჟიმს, დაგვიანებაში გულისხმობ თვით ქართული ოცნების ასე ვთქვათ მომხრეებსაც და მათ არჩეულ ასე ვთქვათ პოლიტიკურ establishments წავაგებთ ქვეყანას ყველა ერთად. ბუნებრივია ხდება აგერ უკრაინის და რუსეთის ცეცხლის შეწყვეტის და ესე ვთქვათ რაღაცა გამოსავლის ძიებაზე არის ფოკუსირებული პრეზიდენტი ტრამპი და ევროპა და ასე შემდეგ და ჩვენ ახლა პრაქტიკულად ფრონტი გვაქვს გახსნილი, მშვიდობიანი და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა გადაიზარდოს სხვა ამბავში, ამის დაშვება არ შეიძლება, ესეთი შეცდომა ქართველებმა დაუშვეს 90-იან წლებში და ჯერ კიდევ ეს ჭრილობები ასე ვთქვათ მოუშუშებელია. მაგრამ ხო არ არის აუცილებელი რომ დავენარცხოთ ყველა ერთად. აქ ხო არ არის ლაპარაკი რომ რაღაცა საზოგადოების ერთი ნაწილი დაენარცხება და მეორე კარგად იცხოვრებს, ხო? აღიაროთ რომ კრიზისია. მე მგონი ეს ბიზნესმენი ივანიშვილი ძალიან კარგად ესმის, რომ ღრმა კრიზისშია შესული ქვეყანა და ეს ასე ვთქვათ რაღაცა ყურადღების გადატანა სხვადასხვა საკითხებით უბრალოდ ვერ გადაფარავს იმ რეალობას, რომელიც ჩვენ ქვეყნის წინაშეა ასე ვთქვათ წარმოშობილი. ამიტომ ალტერნატივა რა არის ამის? ალტერნატივა არის განმუხტვა ამ კრიზისის, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური კრიზისის და განმუხტვის ერთადერთი სწორი ფორმა, დემოკრატიული ფორმა, ეს არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ამის გაკეთების გარეშე ძალიან ისეთ კრიზისში შევალ და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის არავის არ ცალია გარშემო. ყველა თავისი პრობლემებით არის დაკავებული და ახლა თურქეთში რაც ხდება, ასე ვთქვათ, ისეთი იმის მაგალითია, რომ ევროპაც, თურქეთიც, ბრიტანეთიც, უკრაინა, რუსეთი, შეერთებული შტატები ყველა თავის დღის წესრიგზეა გადართული და კი, ბოდიშვილი გასწრებით, ასე მაგალითად სომხეთიც კი უკაცრავად გაწყვეტინებთ, ხო? სომხეთის თავის დღის წესრიგს ქმნის, თურქეთი თავის დღის ყველა რაღაცა, მე არ მითხრა რუსული ანდაზების თარგმნა მაინც და მაინც, მაგრამ აი ბალახზე უფრო დაბლა და წყალზე უფრო უჩუმრად მოძრაობს ბიზინა ივანიშვილი, ესე სისინებს მეთქი და ეს დესუვერენიზაციას შესავალში თქვი, გარდაულად გამოიწვევს ყოველი აკი თქვი კიდე შესავალში წუთი, საათი, დღე თუ თვე თუ ასე შემდეგ, ხო არის მისი მართლობისა, არის ჩვენი ქვეყნის სრული დესუვერენიზაციის საფუძველი და მე აბსოლუტურად გეთანხმებით. გავანებოთ თავი ქართული ოცნების სამომრჩეველს ხო ვერ დაუმტკიცებ იმას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყავდა. მაგრამ იმის დამტკიცება კი, რომ ქვეყანა არის კრიზისში და ქვეყანა კრიზისშია, ერთმანეთს ადამიანები არათ ვარ ელაპარაკებიან, ოჯახის წევრებიც, აი უბსკრულიო რომ ვამბობთ, ხო? ოჯახის წევრებიც კი ერთმანეთს სცილდებიან პოლიტიკურ ნიადაგზე და კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო გამოსავალი მე აბსოლუტურად გეთანხმებით, არის კრიზისის განმუხტვა არჩევნების გზით. აი არჩევნები და მაგრამ კითხვა ვინ უნდა დანიშნოს არჩევნებად? აი ეს კითხვა ჩემი კი არ არის მაინც და მაინც ლეგიტიმური კითხვაა ამ მრჩეველთა გარკვეული ნაწილისა. ამათმა ვინც გამიყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები, ვინც მაღალი ალბათობით ის პირადობის მოწვევები, რომლებიც ჩამობეჭდილი ჰქონდა, ისევ აქვს შენახული რომელიღაც მეშვიდე უჯრაში და ისევ გამოიყენებს თეორიულად. მე რო გითხრათ, რომ ფორმულა არის ესეთი მეთქი, ბოლომე არა ვარ დარწმუნებული. უნდა დაინიშნოს არჩევნები ისე, რომ ქართულმა დეფიცი რუსულმა ოცნებამ მონაწილეობა არც მიიღოს. ეს რთულზე რთული მისაღწევები იქნება. მაგრამ რაღაცა იდეალიზმზე თუ ლაპარაკობ ჩვენ, არ მიპასუხოთ მაინც და მაინც ამაზე, უბრალოდ მითხარით კრიზისზე კიდე უფრო მეტი ყურადღება გავამახვილოთ და ქართული ოცნების თანამონაწილეობაზე, როგორც რუსული ძალისა, როგორც არც უნდა კრიზისგან განმუხტვა მეორე თუ მესამე მხრივ.
კი ბატონო, ვაღიაროთ რომ ამ ქვეყანაში არსებობს ქართული ოცნება, რომელიც რუსულ პოლიტიკას ეწევა, განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ამას ხმამაღლა ამბობდა და ძალიან ბევრი ოპონირება ჰქონდა ამ ჩვენ პოზიციას, იმიტომ რომ პოზიცია იყო დაახლოებით ესეთი ექსპერტების და იგივე სხვა რიგითი მოქალაქეებისგან, რომ აგერ კანდიდატობა მოგცეს და როგორ შეიძლება ესენი იყვნენ, ასე ვთქვათ, რუსული ძალის წარმომადგენლები. კანდიდატობა თქვენ გახსოვთ, როგორ მოგცეს და მიცეს ქართულ ხალხს და კანდიდატი არის, მე მგონი 40 წელზე მეტი თურქეთი, ხო? ამიტომ კონდეს კანდიდატობა და ამ დროს ემსახურებოდე შენ დამპყრობილ ქვეყანას, ეს არის რაც არის დღეს. და თვითონ ის ფაქტი, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა რუსული აგენტობის გამო, ხო, ყველაფერზე მეტყველებს რა. ამიტომ ეს არის მოცემულობა. ეხლა ვინ უნდა დანიშნოს არჩევნები? როგორც კი ახალი არჩევნების შეთანხმებაზე მივა და ეს აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ ამ კრიზისს ვერ გაუძლებს ეს პატარა ქვეყანა, გამორიცხულია, თქვენ არ ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, მცირე ბიზნესში რა ხდება, ჰოსპიტალიტის ბიზნესში რა ხდება სარესტორნო ბიზნესში, ეს არის მცირე ბიზნესი, რომელიც ასულდგმულებს ქვეყანას. ამიტომ ის დროებითი რაღაცა ეკონომიკური ზრდები, რომ იანვარში მაღალი მაჩვენებელი ქონდა, მაგრამ დეკემბერში ეს არის დროებითი ამბავი, ეს არის გადაგორების ამბავი, ეს გრძელვადაში და გრძელვადას უკვე ჩვენ ვეღარ ვითვლით წლების განმავლობაში, გრძელვადა უკვე შეიძლება ეწოდოს 6 თვიან და 1 წლიან ვადას. ამიტომ როცა დაინიშნება არჩევნები, ბუნებრივია ჩვენ ვერ გავაკროთ ქართულ ოცნებას, შესაბამისად ეს არჩევნები უნდა დაინიშნოს იმ ახალი პირობებით, რომელიც შემუშავებულია, რომელსაც უნდა შევთანხმდეთ და საერთოდ მოდით ერთ რამე ვთქვათ, მე მტრებად არ აღვიქვამ ქართული ოცნების მომხრეებს და არც ერთ ქართველს და არც ერთ მოქალაქეს. მე მინდა ჩვენ ქვეყანაში და ჩვენი პოლიტიკა, ჩემი მიდგომა ისეთია, რომ გამაერთიანებლის და შემრიგებლური ხანა დაიწყოს ქართულ პოლიტიკაში, რომ როგორც გუშინ ქართულმა ნაკრებმა გვასახელა, მაგრამ ესე ვთქვათ, საკმაოდ შეურაცხყოფა მოგვაყენა იმ მერე გულშემატკივრებმა, ეს ალკე თემაა, როგორც ქართულმა ნაკრებმა გვასახელა, ისე უნდა ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა. ყველა მომენტში მონაწილეობა უნდა მიიღოს. ამისათვის საჭიროა გადატვირთვა არის ახალი არჩევნები და მერე გაერთიანება. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა დგას გაყავით და იბატონეზე, ეს არის ძველი იმპერიალისტური, კომუნისტური, ბოლშევიკური გამონათქვამი. თქვენ რას თქვით, რომ ოჯახები ერთმანეთს უკვე შიგნით იწყებენ ოჯახებში კონფლიქტს, ხო? მე მახსოვს ესეთი კონფლიქტი იყო ეროვნული მოძრაობის დროსაც. ესაც რუსული ხელწერა. რა გვაქვს ჩვენ გასაყოფი 3 მილიონი ნახევარი ქვეყანა ვართ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი მიზნისკენ. ეს მიზანი უნდა იყოს ძლიერი ქვეყნის და ძლიერი საქართველოს აღმშენებლობა. შეიძლება მქონდეს მე განსხვავებული აზრი ვინმესთან მიმართებაში ან სხვას, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რეპრესიების და ესე ვთქვათ დუბინკების თავშევრტყმების საბაბი. ამიტომ ამ ქვეყანას ეს გამოსვლა ჩასაბარებელი აქვს. ფაქტია, რომ ესე ვერ გავაგრძელებთ, ფაქტია, რომ რაღაცა ჭირდება ამას ყველაფერს, ფაქტია, რომ დემოკრატიულ სამყაროს სხვა არაფერი არ მოუგონია გარდა სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებისა და მერე უნდა მოხდეს დიდი შერიგება საზოგადოების და ჩამოყალიბება იმაზე, რომ აი ახლა თქვენ რას თქვით თავიდან, სად არის ჩვენი როლი, ქართველების როლი, სად არის ჩვენი ქვეყნის როლი ამ ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში. რა უსაფრთხოების მექანიზმი გააჩნია ქართულ ხალხს? 3 მილიონი ნახევრიანი ქვეყანა დავრჩით. როცა უსაფრთხოებაზე ვსაუბრობ, პირველ რიგში ვლაპარაკობ დემოგრაფიაზე. ჩვენ გავხდით კლებადი ერი. ჩვენ გავხდით ღარიბი ერი, ჩვენ გავხდით ერი, საიდანაც ადამიანები მიემგზავრებიან უცხოეთში და მის ადგილს იკავებენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. და როცა პრეზიდენტი ტრამპი გამოდის და არალეგალურ შემოსვლაზე ლაპარაკობს და ესე თქვა და შემდეგ, ჩვენ ქვეყანას მივხედოთ. ჩვენ ამაზე დიდი ხანს და ძალიან გამბულობთ, ეხაც საუბრობდით. ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილს იკავებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები. ამას ემატება ნარკომანია, რომელიც 13 წლის განმავლობაში პრაქტიკულად მიშვებული იყო და მას ყავდა ფარველები ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სახით. ჩვენ გვახსოვს, სულ რამოდენიმე წლის წინათ მათ საქართველოს უნდათ პლანტაციებად, მარიხუანას პლანტაციებად გადაექციათ და კანონმდებლობა აი წკიბზე მოუსწრო საპატრიარქოს და სამღვდელოების ძალიან მტკიცე პოზიციამ, რომ ესე არ მომხდარიყო, თორე ჩვენ ახლა ვიქნებოდით არ ვიცი მე რა ქვეყანა ერქმებოდა ამას, ღვინის ქვეყანა ქვეყანა აღარ იქნებოდა ეს. და ჩვენ ვიცით, რომ უკვე ტერიტორიები შემოღობილი ქონდა ბიძინა ივანიშვილს და თვითონ ხმამაღლა ამბობდა, რომ რამდენ მილიარდს ელოდებოდა აქედან შემოსავალს. ეხლა კანონს რო შეიძლება გადაუხვიო, მაგრამ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობ. უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა,
და მისი სიცოცხლის შენარჩუნება. როცა ახალგაზრდები გვეღუპებიან, რომელ უსაფრთხოებაზეა საუბარი. ამიტომ უსაფრთხოება იწყება ადამიანის უფლებების დაცვით და მერე გადადის თლიანად ქვეყნის უსაფრთხოებაზე და სად არის აქ როლი? როგორ უნდა გავხდეთ ჩვენ მოთამაშე? ბიძინა ივანიშვილმა ხო აი როგორც იტყვიან ხო თქვათ ниже травы და ниже воды თუ წიше воды როგორც არის ხო რუსული ნათქვამი ბოდიშით რუსული გამოთქმისთვის ეს გზა აირჩია. მან თქვა რომ ქართველ ერს არაფერი საჩვენებელი არ აქვს. ხო, სოფელია ეს ქვეყანა. სოფელიც არ არის, სოფელი კარგი სიტყვაა. ჯანსაღ და ძლიერ სოფელს არაფერი არ ჯობია. ძლიერ სოფელზე დგას ყველა ძლიერი სახელმწიფო და საქართველოს სოფელზე იდგა. ხალხური სიმღერა და ცეკვა სოფლიდან მოდის, მაგრამ დაცარიელებულია დღეს ჩვენი ქართული სოფელი. აბა გაიარეთ, ახალგაზრდა ადამიანებს ვერ ნახავთ. ეხლა გურიაში რომ მოხდა და დასავლეთში რომ მოხდა უზარმაზარი სტიქია, თოვლის ახალგაზრდა ადამიანები არ იყვნენ, რომლებიც გადათოვლიდნენ თავიანთ მეზობლის ან თავიანთ სახლებს. სულ მოხუცები და ესე ვთქვათ უძლური ადამიანია დარჩენილი. დანარჩენი გახიზნულია ქვეყნიდან. ამიტომ მან ეს აირჩია, მას ეს ურჩევნია, რომ რაღაცა ნაწილი საზოგადოების ყავდეს მოსყიდული და კომპრომატებზე ესე ვთქვათ დაშანტაჟებული და საზოგადოება, რომელიც აზროვნებს და რომელსაც შეუძლია ევროპაში, შეერთებულ შტატებში და საქართველოში, სადაც არ ეძლებათ მათ საშუალება თავისი ინიციატივის და თავისი უნარების გამოვლენების, ესეთი ხალხი გავიდეს ქვეყნიდან. აი ეს მივიღეთ ახლა ჩვენ ამ სპეციალი, ბატონო, მე სავახტერე სოფელია, მეთქი მე ვიგულისხმე რომ მას წარმოუდგენია. ხო, რაღაც სოფლიო პროვინცია თუ ალბათ უფრო სწორი სიტყვა. ისი თქვენ რომ მე რაღაც ბოლო წლებია და შესაძლოა 10 წელი და მეტი წელიც არის რომ სულ აქტიურად მუშაობ მეგა პროექტების მხარდასაჭერად. არ შემიძლია რომ არ ვახსენო მეგა 1 2 3, მაგრამ 4 მილიარდი ინვესტიციაა გაჩერებული ენერგოსექტორში. კატასტროფაა ეს ქვეყნისთვის, რომელსაც ხშირ შემთხვევაში გჭირდება ენერგორესურსების იმპორტი სხვა ქვეყნებიდან. გარკვეულ შემთხვევებში მაინც. მაგრამ ახლა ენერგოსექტორებზე არ ვისაუბრებ, ვისაუბრებ იმაზე, რაც შეიძლება თუ შეიძლება. გაჩერებული 4 მილიარდი საინვესტიციო პორტფელია გაჩერებული და 1 მილიარდი ლარი ქართულ ხალხს დაეკისრა არასწორი და კორუფციული პოლიტიკის გამო გადასახდელად არბიტრაჟში წაგებული თანხა ერთ-ერთი თურქული კომპანიის სასარგებლოდ. ნამახვანის საქმემა ხო, ენკასთვის გადასახდელი არ შემოდის. არდო ფული არ შემოდის. ჩვენ აუშენებელ პროექტში უნდა გადავიხადოთ მილიარდი ლარი წაგებული, ესე ვთქვათ, ფული. აი ამაზეა საუბარი. მე გარდა იმისა, გავამხელ მაყურებელ ნაწილი კი გამაკრიტიკებს, მაგრამ გარდა იმისა, რომ აქტიური მხარდამჭერი ვიყავი და თქვენ იცით, ანაკლის ღრმაცხოვანი პორტისა, გარდა ამისა ვიყავი ნამახვანის აქტიური მხარდამჭერიც და ყოველ შემთხვევაში ესეთი ამბავი, რაც მოახდინა ქართულმა რუსულმა ოცნებამ ნამახვანთან იმართებაში ინვესტორის გაგდება ანაკლიასთან იმართებაშიც და ნამახვანთან იმართებაშიც. ამას აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ ისეთი რეჟიმები, რომლებიც პირდაპირ ცდილობენ, რომ ჩააბარონ ქვეყანა ჩრდილოელ მეზობელს, რომელიც სამწუხაროდ არის მეზობელი. ეხლა შავ ზღვაზე კარგად რო ახსნათ ირაკლი მაყურებლისთვის ეს იმიტომ გაკეთდა რომ დამოკიდებული ვიყოთ ენერგორესურსებზე ჩრდილოეთში. აი ეს არის ამის პასუხი და შუამავალმა კომპანიებმა აკეთონ ფული ყველა გადასახად ელექტროენერგიის გადასახადში, რომელსაც ჩვენი მოქალაქე იხდის. აი ეს ამისათვის გაკეთდა ეს ყველაფერი. კი ბატონო, გეთახმებით აბსოლუტურად. შავ ზღვაში ჩინეთის შემოსვლა ჩემი მოსაზრებით ბატონო მომგვა არის წითელი ნაჭერია ესე ითქმის ხო აფრიალებული შეერთებული შტატებისთვის. მე არ მაქვს ცნობები იმის თაობაზე რა იცის სახელმწიფო ასე მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტმა ანაკლიაში ჩინეთის მოწვევის თუ შემოყვანის თაობაზე, თუმცა ვიცი რომ ანაკლი დაინტერესებული კომპანიის ცერბერუსის ერთ-ერთი ლიდერი გახდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე შეერთებულ შტატებში. ხომ არ ვცდები პირველ რიგში დამიდასტურებით. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ხვალ არაზეგ ინფორმირებული იქნება სახელმწიფო დივნის რუბიოს დონეზე და უფრო იქითაც თეთრს გულისხმობ იმ გადაწყვეტილებით საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისა, რომ ჩინეთი იყოს მოწვეული აქ. რაც კვლავ ვიმეორებ არის წითელი ხაზი, თუ წითელი ნაჭერი წესით. და მათ შორის ამ თავდაცვის მინისტრის მოადგილის მხრიდანაც სხვათა შორის, იმიტომ რომ ის კერძო კომპანიას, რომელიც დაინტერესებული იყო და რომელთანაც თქვენ უშუალო ურთიერთობა გქონდათ, არ ვიცი ამ პირთან თუ გქონდათ თუ არა ურთიერთობა, მაგრამ ამ კომპანიასთან კი გქონდათ, ხო, ბუნებრივია ინფორმაცია. ჩინეთის შემოყვანა მით უმეტეს ამ გეოსტრატეგიულ მიტარებაში. ურთიერთობა სტივენთან, მაგ იმკითხეთ? ბატონო?
სტივენთან მქონდა თუ არა? სტივენთან მქონდა თუ არა ურთიერთობა? როგორ არ მქონდა, მას ჩამოვართვით ხელი, როცა დაეთანხმა იგი მეხუთე ავენიუზე, ასე ვთქვათ, ვახშამეზე დავადასტურეთ მისი პარტნიორობა ანაკლიაში, რა თქმა უნდა და დატარომი გახსნილი იყო და ყველაფერი შეთანხმებული იყო იმ დროინდელი ხელისუფლების და მთავრობის მიერ გაჩერებული, მათ გააჩერეს ისინი, მაგრამ სახელმწიფო მდივანი პომპეოს განცხადების მეორე დღესვე დაგვირეკეს და გვიტყეს, რომ აგვისტოში ხუროთ. ეს არის 2019 წლის აგვისტო. ანუ 2019 წელში აგვისტოში fundraising-ი, რასაც ქვია, ანუ 650 მილიონი იკვრებოდა მთლიანად. მაგრამ მე თქვენ გახსოვთ რა დაიწყო ზუსტად გაზაფხულზე ივნისში დაიწყო სისხლის სამართლის საქმე ფულის გაეტრებაზე ჩემზე და პადრის წინააღმდეგ და კიდე გაჩერდნენ ესენი, იმიტომ რომ ხო ვინ გააგრძელებს მუშაობას, როცა სახელმწიფო ფულის გაეტრებას გადაეცა. ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ თქვენი ვიცნობ და ურთიერთობა გქონდა, რა თქმა უნდა. თქვენი პროგნოზით ფიქრით, შეერთებული შტატები პომპეო რა გაიახსენეთ ამ კონტექსტშიც გეტყვით. დღევანდელი ადმინისტრაცია უშუალოდ ბატონი პომპეო აღარ არის, თუმცა ის ვიცით რომ ახლა ურთიერთობაში იყო და არის პრეზიდენტ ტრამპთან ახლაც. ხო, იქნება თუ არა ისეთივე მკაფიო თქვენი პროგნოზით, ანალიზით, შეერთებული შტატები როგორც იყო თავის დროზე, ანუ ტრამპის პირველი კადენციის დროს. შავ ზღვასთან იმართებაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თქვენთან ერთად იყვნენ კონსორციუმის გულისხმობ ამერიკელი ინვესტორების თანამფლობელები, კონტი ჯგუფს გულისხმობ და სხვა ინვესტორების, რომლებიც შემოდიოდნენ და იყვნენ ყველაზე ოპერატორი, დიახ. ძალიან კაი კითხვაა. მოდით ამაზე ძალიან მარტივი და გასაგები პასუხი არის ის, რომ ზუსტად 2 კვირის წინ ორპარტიულმა ჯგუფმა სენატორების წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ავალებს პირდაპირ სახელმწიფო მდივანს და ასე ვთქვათ, თავდაცვის მდივანს შეერთებულ შტატებში, რომ იქნა შესწავლილი ყველა ის პორტი, მოქმედი თუ მომავალში ასაშენებელი, სადაც ჩინეთს აქვს ინტერესი. რამე თუ მათ დაინახეს, რომ ეს არ არის მარტო სავაჭრო პორტები, ეს არის სამხედრო ინფრასტრუქტურისთვის მომზადებული, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურა. აქვე მინდა კიდევ ერთხელ თქვა, მე ხშირად შეიძლება არ მithქვას, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მე პირადად ჩინური ინვესტიციის წინააღმდეგი არა ვარ. მე პირადად არც რუსული ინვესტიციის წინააღმდეგი ვარ და არც ერთი სხვა ნორმალური სხვა ქვეყნის, რომელიც სამეზობლოშია, ინვესტიციის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი მომენტი. რომელ პროექტში შემოყავს და ვინ არის შენი პარტნიორი. ჩვენ ახლა საუბრობთ ანაკლიაზე, რომელიც არის შენი ქვეყნის კარიბჭე მთელ კავკასიაში და გზა, რომელიც უნდა აკონტროლო. ეს არ არის ჩვეულებრივი პროექტი, ეს არის უსაფრთხოების საკმაოდ სერიოზული პროექტი, მეგა პროექტი, სადაც გჭირდება ისეთი პარტნიორი, რომლის გრძელვადიანი ინტერესი იქნება გადაკვეთილი შენი ქვეყნის გრძელვადიან უსაფრთხოებასთან. ესეთი პარტნიორი არსებობს 2 დღეს. ეს არის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. შესაბამისად, როცა ამ 2 სუბიექტთან შენ ჩამოაყალიბებ და ეგრეთ წოდებულ გასაღებს ქართულ სახელმწიფოსთან ერთად დაიჭერ, მერე ზემოდან შეგიძლია მოიწვიო ჩინურით, ტაილანდურით და როგორც მცირე წილით, არა მაჟორიტარად, როგორც არ არის აუცილებელი, რომ პორტში იყვნენ ისინი, თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენი შეთავაზება ჰქონდა ჩინელებზე, როცა ჩვენ 2 კომპანია ვიყავით ფინალში გასული ამერიკულ-ქართული კორპორაცია, ჩვენი ანაკლის კონსორციუმი და ჩინური სახელმწიფო კომპანია. ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ 1/13 პრინციპით გავერთიანებული იყავით და გავერთიანებეთ ძალები. პასუხი მივიღეთ, რომ მათ უნდათ 100% ანაკლის პორტის. ეხლა თუ ბიზნესზეა საუბარი და როცა შეერთებული შტატები და ქართული ინტერესი არის, ბიზნესურად ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ის რაც ჩვენ შევთავაზეთ. ამიტომ იქ არის უზარმაზარი სხვა შესაძლებლობა თავისუფალი ეკონომიკური ზონის. დღეს ჩინეთს რა აინტერესებს? ჩინეთს აინტერესებს ევროპის ბაზარი და განსაკუთრებით მანქანათმშენებლობა, ელექტრომანქანათმშენებლობით ევროპის ბაზარზე შესვლა. ეს არის მათი ნომერ 1 პრიორიტეტი. ამიტომ მათ პორტი კი არ აინტერესებთ სინამდვილეში, მათ აინტერესებთ მანქანათმშენებლობის ან მისი კომპონენტების წარმოება, ასე ვთქვათ, სადადერიგო ნაწილების, რომლითაც დაუბეგრავათ, იმიტომ რომ ეს უკვე გახდება made in Georgia სტატუსი და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ ჩვენ ამ პროდუქციას ჩინური პროდუქცია და სხვა ქვეყნის პროდუქცია შეგვიძლია შევიტანოთ ევროპაში ძალიან მოკლე მანძილის თვალსაზრისით და ძალიან ეფექტურად გადასახადების თვალსაზრისით. ამიტომ ამის დალაგება და ამის აწყობა მთლიანობაში შესაძლებელია, რომელიც გააჩენს ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს, მაგრამ აქ ყველაზე მთავარია კიდევ ვიმეორებ, კარიბჭის გასაღები ვის უკავია. მე მინდა გითხრათ, როგორც კი პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში, მე შევხვდი
ჩვენ ყოფილ დიპლომატებს, რომლებიც დღეს ოპოზიციას წარმოადგენენ ძალიან ბევრ ადამიანს, სხვა კოალიციიდან, მათ უთხარი, რომ საუბრის თემა ახალ ადმინისტრაციასთან არ უნდა იყოს დემოკრატია, ინსტიტუტები, დამეხმარე და შემდეგ. საუბრის თემა და ესე თქვა, ლექსიკონიც კი შეცვლილია, იმიტომ რომ ეს ადამიანი, პრეზიდენტ ტრამპი, მოსულია ბიზნეს სამყაროდან, მას აინტერესებს გარიგებები, კონკრეტული გარიგება და ამ გარიგებაში, პროექტების გარიგებაში, რა სარგებელი აქვს შეერთებულ შტატებს. შესაბამისად, ჩვენ მას ეხლა ნორმალური ქვეყანა რო ვიყო და ნორმალური მთავრობა რო ვყავდეს, დელეგაციები უნდა იჯდნენ ტრამპის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო დეპარტამენტში და კიდევ ერთხელ, რაც ძალიან კარგად იციან მათ, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა არწმუნებდნენ, რა მხოლოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ამერიკელებისთვის პირველ რიგში, ანაკლიაში და საქართველოში ინვესტიციას, იმიტომ რომ ეს არის მოკლე, უსაფრთხო და ესე ვთქვათ, წვდომა იმ ცენტრალური აზიის, ხას უსვამ და არა ჩინეთის, ცენტრალური აზიის ნედლეულის ბაზასთან, რომელიც არის, პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, მთელი მენდელეევის ტაბულა. თქვენ იცით, რომ უზბეკეთი და ყაზახეთი არის ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანა. აქვე მინდა ვთქვა, სხვათა შორის, ჩვენ როცა მე ბიზნესში ვიყავი, ჩემი ერთ-ერთი ბოლო პროექტი იყო TBC ბანკის, ასე ვთქვათ, გაფართოება უზბეკეთში. და მინდა გითხრათ, რომ 5 წლის განმავლობაში TBC ბანკმა უზბეკეთში მიაღწია სასწაულ წარმატებას, ეხა AMD-ში დაიბეჭდა case study, ეს არის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს სკოლა მსოფლიოში, აი დღეს უკვე მედიაში ამის შესახებ, 18 მილიონი კლიენტი ყავს TBC ბანკს უზბეკეთში. 18 მილიონი კლიენტი. ეს არის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა და წარმოგიდგენიათ, ხო 5 წელიწადში საქართველოში ყავს TBC ბანკს 2 მილიონი კლიენტი. რატო ვამბობ ამას? პოტენციალი და ესე ვთქვათ, მასშტაბი მინდა შევადარო. ეს არის ამოუწურავი ენერგიის და ამოუწურავი ნედლეულის სამყარო. როგორ უნდა გაივიდეს ეს ყველაფერი, ხო? თუ ჩვენ არ ვიმოქმედეთ სწრაფად, შეიძლება ეს მოხდეს აზერბაიჯანის, სომხეთის დაზავების და მერე თურქეთის მარშრუტით. და ჩვენ სოფელიც არ ვიქნებით, რომლის სადაც ხახვის მოყვანაც არ შეგვიძლია და ესე ვთქვათ, იმპორტირებას ვაკეთებთ იმის, რა ქვია, რძის ფხვნილის. ბავშვებს უკვე რძის ნაწარმს რძის ფხვნილით იმპორტირებული რძის ფხვნილით ვაწვით. რატო? იმიტომ რომ გადაშენდა ყველაფერი. ფერმები დაიხურა, ხახვი ვერ მოყავს, კიტრი ვერ მოყავს და ვითომ ეხა რა კავშირშია ეს დიდ გეოპოლიტიკურ თემებთან და საერთოდ ყველაფერში დავკარგეთ ინიციატივა. გესმით? შიდა მეურნეობაში, ექსპორტში, ტურიზმში, პოლიტიკაში კრიზისია. ამიტომ ეს შევთანხმდეთ ირაკლი, რომ ამ თავრობას არც უნდა შევხედოთ იმედის თვალით, რომ ესენი რამეს გააკეთებენ ამ მიმართულებით. ხო? იმიტომ რომ დღეს თელი ყურადღება უნდა იყოს გადატანილი, ან დაჩქარებული უნდა იყოს ანაკლიის შენებლობა, მაგრამ აი ჩავიხედეთ ჩვენ მე-6 წელი გავიდა, არაფერი არ მომხდარა იქ, ინვესტორი ვერ ნახეს ინვესტორი, დავაფიქსიროთ, რომ ინვესტორი დღეს ანაკლიას არ აყავს. არა, ჩინელები ვნახეო გეტყვიან. არ არის გაფორმებული კონტრაქტი. მოდიშ და გაეჭედნენ ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ ვერ აფორმებენ იმის გამო კი არა, რომ ამერიკელებს აწყენინებენ. ჩინელებს აქვთ ისეთი პირობები წამოყენებული, რომ უკვე თვითონ ხო რაღაცა წითელი ხაზი ამათაც ხო აქვთ, რომ მე შთაომავლობამ არ დაწყევლოს, ხო? აქვთ რაღაცა აქვთ ალბათ. და ამიტომ ინვესტორი არ აყავთ. იმ კონტრაქტთან შედარებით, რომელიც ჩვენთან იყო გაფორმებული, ეს არის 100 ჯერ უფრო ძვირი კონტრაქტი სახელმწიფოსთან გადასახედიდან, იმიტომ რომ მათ უნდა ჩადონ ახლა სახელმწიფომ უნდა ჩადოს დაახლოებით 350 400 მილიონი დოლარი ბიუჯეტის პული და იმ კონტრაქტში თუ გახსოვთ ინვესტორი და ფულს და უბრუნებდა აშენებულ 2 მილიარდ ნახევრიან პორტს უკან უფასოდ სახელმწიფოს. ანუ კონსტრუქციას, ბიზნესის და კონტრაქტსაც ხო აქვს მნიშვნელობა, ხო, ვისი ფული დაკეთებდა, ასე შემდეგ. ხო, უამრავი სხვა პრიორიტეტი აქვს ქვეყანას დღეს, ჯანდაცვაში, განათლებაში და ისეთ საკითხებში, სადაც შენ ბიუჯეტის ფული უნდა გამოიყენო და როცა შეგიძლია მოიზიდო ფული, არ დაკარგო კონტროლი, ოქროს გასაღები ქონდა, ოქროს აქცია ეჭირა ჩვენ კონტრაქტში, სახელმწიფოს ვერაფერს ვერ გააკეთებდეს სახელმწიფოს გაწოდების გარეშე და აშენდეს რა მნიშვნელობა აქვს? ესენი ამბობენ ეს რაღაცა ძველი გადმონაშთი 51% სახელმწიფოსია. ერთი აქცია შეიძლება გეკავოს, რომელიც უდრის 100%-ს. დამთავრებული ამბავი და ფული ჩაადებინოს სხვას. ეს იყო ის კონტრაქტი, ჩვენი კონტრაქტი. 50 მილიონი დოლარის გარანტია უნდა გაეცა. ეხლა 400 მილიონი დოლარი უნდა ჩადოს, რომელიც ბიუჯეტში არ არის. და მეორე 400 მილიონი მოიზიდოს ვიღაცისგან და ბოლოს არაფერი აბსოლუტურად რა. ამიტომ
მინდა გითხრათ, რომ დღეს არის ძალიან მძიმე სიტუაცია, თქვენ შეგიძლიათ ჩაიხედოთ 20-25-ის ბიუჯეტში, არანაირი თანხა გამოყოფილი გზის და რკინიგზის მშენებლობაზე ბიუჯეტში არ არის და მე მგონი ნებისმიერი გაუთვითცნობიერებელი ადამიანიც კი ხვდება, რომ პორტის აშენება გზის და რკინიგზის გარეშე უბრალოდ სიგიჟია, ხო? ესე იგი, ამას დაპროექტება ჭირდება, ამას მშენებლობა ჭირდება, თან რკინიგზის მშენებლობა არ არის მარტივი საქმე, 18 კილომეტრია გასაყვანი ინგირიდან ანაკლიამდე. ეს ხო ყველაფერი ტექნიკური საკითხებია და ამაზე არ საუბრობენ. რაღაცა ვითომ ლაბორატორიაში რაღაცა შოუ დადგეს თითქოს ტალღების თითქოს კიდე ისიც რაზე არ საუბრობენ. დიახ, ჩატარებულიც აქვს. ჩვენი რენდერებით აკეთებენ პრეზენტაციას და ნუ ეხლა აღარ მინდა ამაზე გაგრძელება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ქვეყანამ დაკარგა უზარმაზარი მომენტუმი. ეხლა აკარგვინებენ კიდე მეორე მომენტუმს, როცა ყავს პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც აინტერესებს სხვადასხვა სოფლიოს სხვა წერტილში გარიგებები დადოს, რომელიც ამერიკის იქნება საინტერესო. ამასაც აკარგვინებენ და სად არის საქართველოს ამ სიტუაციაში? აი მე მინდა ვკითხო დავსვე, როგორც აქვეყნის მოქალაქემ დავანებოთ პარტიას და სად არის საქართველოს ამ სიტუაციაში? რა გვიჭირავს ხელში? პოლიტიკური სისტემა კრიზისშია, ეკონომიკას პერსპექტივა არ აქვს. აბა რა უნდა ვაკეთოთ? რითი გამოვირჩევით ჩვენ? და გვერდზე ქვეყნებს შეხედეთ აზერბაიჯანს და სომხეთს. ხო? ძალიან მკაფიო პოლიტიკა აქვს, ძალიან მკაფიო, ერთსაც და მეორეს. დიდი მადლობა, მამუკა, მე მინდოდა მეკითხა მათ შორის შუა დერეფანზეც, მაგრამ თქვენი წინა პასუხი მათ შორის არ მახსენდება რომ ეს გეხსენებინოთ, მაგრამ მოიცავს ამ შუა დერეფ, იმიტომ რომ ჩრდილო დერეფანი მაყურებელს უთხრათ ხო ერთად უთხრათ უბრალოდ ცალ-ცალკე რა მნიშვნელობა აქვს. ჩრდილო დერეფანი აღარ არსებობს, სამხრეთ დერეფანი აღარ არსებობს და მთელი დასავლეთის ყურადღება განსაკუთრებით ცენტრალური აზიის რესურსების კუთხით, ხო რესურსების გადმოტანის კუთხით, ხო არის მიმართული შუა დერეფისაკენ და ესენი ეხა მე აღარ გავიმეორებ იმას, რაც თქვენ რუსულად, მე ქართულად რა მნიშვნელობა აქვს, მე წარმოვთქვა რუსულად, ინგლისურად შეგვიძლია ვთარგმნოთ, ესენი არაფერს აკეთებენ და ეს ქვეყანა იქცევა მათ ხელში ტერიტორიად, საჯლიგინო ტერიტორიად, მეთქი, ასე ვიტყვი, თქვენი ბოლო სიტყვა დავიმშვიდობოთ ერთმანეთს. კი ბატონო, არაფერს არ აკეთებდა შეიძლება ერთია, მაგრამ ეწინააღმდეგებოდნენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ეს არის დანაშაული. ესენი ეწინააღმდეგებიან და ხელს უშლიან ქვეყნის განვითარებას. რაც შეეხება შუა დერეფანს, მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ არსებობს ესეთი ქალაქი ხორგოსი, რომელიც არის ჩინეთის და ყაზახეთის საზღვარზე, სადაც არის შექმნილი უზარმაზარი მშრალი პორტი, სადაც გროვდება ჩინური პროდუქცია, ჩინური კონტეინერები და მერე ის იგზავნებოდა მატარებლებით გერმანიის ქალაქამდე. ეს იყო გზა, ეგრეთ წოდებული ერთი სარტყელის, ერთ-ერთი მთავარი გზა, ერთი სარტყელი და ერთი გზის გზა. ეხლა რუსეთზე გატარება და მით უმეტეს გერმანიაში ამატარების ტარება შეზღუდულია, ძირითადად გადასულია ეს ყველაფერი საზღვაო ტრანსპორტზე და ერთადერთი ალტერნატივა, სანამ სომხები და აზერბაიჯანელები არ მოილაპარაკებენ და აქ თურქეთის საკმაოდ სერიოზული დიდი ინტერესია, რომ გვერდი აგვიაროს ყველამ, იმიტომ რომ კი მეზობლები არიან, მეგობრები არიან, მაგრამ როცა ბიზნეს ეხება და ეკონომიკას ეხება, რატომ უნდა შემოუშვას პანამაქსის გემი ანაკლიაში და საქართველოს სანაპიროზე, როცა დღეს აწყობილია ეს სისტემა, რომ შემოდის სტამბულის პორტში, გადმოიტვირთება უზარმაზარ ეკონომიკურ ეფექტს ახულობენ და მერე პატარა რაღაც ლამის ნავებით გვიგზავნიან ჩვენ აქ კონტეინერებს. მოკლედ ეს თემა მე მგონი კარგად უნდა გაითვითცნობიეროს ყველამ, თუ რა ძალიან მძიმე სიტუაციაში ვართ და სად არის გამოსავალი და სად არის პრობლემა. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს დაუბრუნდეთ და ამით მეც დაგემშვიდობებით. ეს არის უცილობლად ახალი არჩევნების ჩატარება, ეს არის პატიმრების გამოშვება და რაც ყველაზე მთავარია, დიდი შერიგება, იმიტომ რომ არა ვარ ჩვენ ის ერი, რომელიც სულ ესე დაპირისპირებაში უნდა იყოს. ერის ენერგია უნდა იყოს მიმართული ერთობაზე, უნდა იყოს მიმართული დიდი საქმეების კეთებაზე და ქვეყნის გაძლიერებაზე. ეს არის ჩემი პირადი და ჩვენი პარტიის ძალიან მკაფიო პოლისი თუ ესე ვთქვათ პოლიტიკა და ამიტომ ამას გავაგრძელებთ. მე ვინატრებ ისეთ საქართველოს მივახციოთ, სადაც ყველას ექნება დემოკრატიულად აზრის გამოთქმის საშუალება და ამ აზრს დაიცავს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო. დიდი მადლობა, მამუკა ხაზარაძე, ძლიერი საქართველოს მისი ლიდერი, წარმატებას, გამარჯვებას გისურვებთ. დიდი მადლობა საინტერესო. მადლობა.